საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს შუადღის ეთერის სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს. მოთხოვნა დღეს არხის თანამშრომელთა ნაწილმა ტელევიზიის შენობასთან გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ადგილზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის რეპორტიორები, რეჟისორები და წამყვანები. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ყველა ქალაქის დაბის სოფლის თითოეული ადამიანის სათქმელი ჟღერს, ყველაზე სუსტი ხმები, ყველაზე ხმამაღლა ისმის. ის უნდა იყოს ყველასი და სათითაო თითოეული ჩვენგანის. შეიძლება ამის გამო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დათმოს რეიტინგი, ზოგჯერ ის შესაძლებელია იყოს მოსაწყენიც, მაგრამ ყოველთვის უნდა გიჩვენებდეს სრულ სურათს რო ყოფილა. ტელევიზორში რეგიონის მაცხოვრებელი ხედავს სერიალებს, უცხოურ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს, ყველაფერს, რასაც ტელევიზიაში მექანიკას უწოდებენ. ცოცხალი ეთერი მექანიკის ნაცვლად. ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის უპირველესი საჭიროება. ჩვენ გვაქვს უნარი, გვაქვს სურვილი, მოგცეთ ეს ცოცხალი ეთერი და ვითხოვთ მენეჯმენტისგან მოგცეს ამის საშუალება. სამწუხაროდ ვარ ისევ პოზიციაზე, რა პოზიციაც მე საჯაროდ დავაფიქსირე, რომ დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალი და მომდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს დღეს საზოგადოების წინაშე არსებულ ამოცანებსა და საჭიროებებს. დღეს საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ ჩვენ მაუწყებელ საგანგებო რეჟიმში ერთადერთი დრო, როდესაც საქართველოს პირველი არხის საზოგადოებრივი მაუწყებელი გადადის საგანგებო რეჟიმში, ეს არის მაშინ, როდესაც სახელმწიფო აცხადებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას. სხვა შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. არგუმენტი, რომ ტექნიკურად ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეუძლია რაიმე დავალების შესრულება, კრიტიკას ვერ უძლებს, როგორც კახა მელიქიძემ აღნიშნა, ჩვენ გვაქვს როგორც ადამიანური რესურსი, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში უპასუხოთ ნებისმიერ დავალებას. ორი კვირის ჩვენ უკვე რამდენიმე კვირა, პრინციპში ბატონი ირაკლი ყობახიძის განცხადების შემდეგ, როდესაც მან გადაავადა საქართველოს წევრობის მოლაპარაკება ევროკავშირთან, ვითხოვთ საქართველოს პირველი არხისგან, რომ გახსნას დღის ეთერი. ჩვენ მივმართეთ ასევე წერილობით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვცადეთ, პრინციპში მენეჯმენტი დღემდე გვეუბნება ამაზე უარს. ნებისმიერი ტექნიკური საშუალება რაც არსებობს ამაზე, რომელიც დაშლილია სპეციალურად იმიტომ, რომ საჭირო ადგილას, საჭირო დროს აეწყოს და მოაწყოს სტუდია. მინიმუმ 4 კაციანი სტუდიის გაკეთება შეგვიძლია უპრობლემოდ, არა მარტო პირველი არხის ნებისმიერი სტუდიიდან ან კოიედან, ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან და საქართველოს ნებისმიერი წერტილიდანაც თავისუფლად შეგვიძლია ავაწყოთ სტუდია, მინიმუმ 4 კაციანი და სრულფასოვანი ეთერი მივცეთ. რათა ხალხმა გაიგოს, რაზეა საუბარი, რა ხდება ქვეყანაში და რა გჭირდება საერთოდ ყველას. მით უმეტეს ტელესკოპის შემდეგ ტექნოლოგიები კიდევ უფრო განვითარდა და მით უმეტეს უფრო ეხლა უფრო ადვილია სიგნალის მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილიდან ტელევიზიამდე და გაიგოს ხალხში.